20 სექტემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად ვარძიას ესტუმრა. მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას სახალხო დღესასწაულის შოთაობა მიულოცა და ვარძიის კომპლექსის გადარჩენის 4-წლიანი პროექტი გააცნო, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ხორციელდება. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ვარძიის კომპლექსისათვის 570,000 ლარის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 5 სექტემბერს მიიღო. კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გადარჩენის 4-წლიანი პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილია მულტიდისციპლინარული კვლევები. პროექტის შედეგად შემუშავდება ვარძიის კომპლექსის კლდის დაზიანებითა და ქვათაცევლის რისკების პირველადი რუკები. მოხდება საკონსერვაციო საჭიროებების პირველადი შეფასება. მინისტრი მიიჩნევს, რომ კონკრეტული გადარჩენითი ღონისძიებების შედეგად წყლის მასების ფერდობებზე ჩამოდინება შემცირდება და ქვათაცევლის რისკების შემცირება მოხდება. მიხეილ გიორგაძის თქმით, კონკრეტული რისკების მოხსნით კომპლექსის ფრაგმენტის განადგურების საშიშროება აღმოიფხვრება და ვიზიტორებისა თუ მომსახურე პერსონალის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება. ეს პირველადი პრობლემები ქვათაცვენის წვიმის წყლის ნაკადების კორექტირების გადაწყვეტილი იყო, იმიტომ რომ გადაფასება მნიშვნელობის ვარძიის ჩვენთვის ძნელია, შესაბამისად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს უნიკალური კულტურული ძეგლი გადავარჩინოთ, შევინარჩუნოთ. ხაზგასასმელია ის, რომ დღევანდელი დღე არის ზუსტად დასაწყისი იმ სარეაბილიტაციო სამუშაოების, სადაც ბატონი პრემიერ-მინისტრის განკარგულებით და ინიციატივით გამოიყო სარეზერვო ფონდიდან თანხა და დღეს უკვე დავიწყეთ ჩვენ იმ პროექტის განხორციელება, რაც აქამდე დავაანონსეთ, ეს არის ინფრასტრუქტურის მოწყობა, რთული ადგილების გამაგრება.